რომ შევაჯამოთ, დონალდ ტრამპის სტრატეგიის ბირთვი არის მარტივი და პირდაპირი. ამერიკის გამდიდრება, სამხედრო ძალის გაძლიერება და ტექნოლოგიურ ინოვაციური უპირატესობის შენარჩუნება. წინა ადმინისტრაციებისაგან განსხვავებით, ტრამპის პრიორიტეტი არ არის დემოკრატიული ღირებულებების ექსპორტის საზღვარგარეთ. თუ ადრე ვაშინგტონი საუბრობდა ამერიკის ვალდებულებაზე აეშენებინა წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი, ტრამპი ღიად ამბობს, რომ ეს აღარ არის ამერიკის ტვირთი და არც არასდროს უნდა ყოფილიყო. ამ ხედვაში შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში უნდა მიხედოს საკუთარ ნახევარსფეროს და ეკონომიკას. ტრამპი ეკონომიკას პირდაპირ უტოლებს საერთაშორისო უსაფრთხოებას და სწორედ ამ ჭრილშია დანახული მთავარი კონფლიქტებიც. ტაივანიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე, სადაც გადის მსოფლიო ვაჭრობისა და ტვირთების კრიტიკული მარშრუტები. მოკავშირეობაც აღარ არის უსასრულო პასუხისმგებლობა. ის არის პრაგმატული გარიგება. აზიაში და ევროპაში ტრამპი პარტნიორებს პირდაპირ ეუბნება, რომ გააკეთონ მეტი საკუთარ რეგიონებში და ნუ დაელოდებიან ამერიკის უპირობო გულუხობას. ამერიკის გულუხობა დასრულებულია აფრიკაშიც. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადისაგან?